დაცისათა დაწმენისა სულისათა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. რა საოცარი არის ჩვენი სიცოცხლე საერთოდ, როგორ განაწესებს ღმერთი, რომ არა არსისაგან არსად მოვედით, დავიბადეთ ამ ქვეყანაზე და საოცარი ის არის, რომ ადამიანი მუდმივად გრძნობს თავის თავში, რომ სულ ცოცხალი არის და სულ იქნება ცოცხალი. თუ ადამიანი არ დაფიქრდება აი ესე განსაკუთრებულად თავის თავში, არ ახსოვს და არ იცის რომ უნდა გარდაიცვალოს. ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში უნდა გადავიდეს. ურწმუნო ადამიანს რო შეეკითხო, ის ეტყვის რომ კი არ ახსოვს გარდაცვალება, მაგრამ რო გარდაიცვლება, ანუ უნდა მოკვდეს, ასე გონია, ანუ აღარ იქნება მერე. და სინამდვილეში ბუნებრივად ადამიანს იმიტომ აქვს ეს შეგრძნება, რომ არ ფიქრობს, რომ რაღაცა შეიძლება სხვაგან რაღაც სხვა მდგომარეობაში იყოს. არამედ მას სულ გონია, რომ ცოცხალი იქნება და სინამდვილეში ასე არის. სული მუდმივად ცოცხალია, სულ ცოცხალი იქნება. მაგრამ სად გააგრძელებს ამ სიცოცხლეს ღმერთში თუ ღმერთმა დაიპაროს სხვა ადგილზე, ეს არის საკითხავი. ერთ წმინდა მამას შეეკითხენ ასეთი რაღაცა, რომ მამაო, ვინ ცხონდებაო და ვისაც უნდაო ის ცხონდებაო და ეგრე როგორ არისო კაცო და როგორ არისო შვილო და აი კარგად დამიგდებო ყურიო. ვინსაცო საჭმელი როშიაო, რასაკეთებსო? საჭმელს ეძებსო, მიდისო და მოძებნისო, მშიერი რო არისო და შეჭამსო. ვიღაცასო წყალი რო წყურიაო, წავაო, მოძებნისო, წყალსო, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წყალი მოძებნოსო და დაიდალებს წყალს და დარწყურდებაო. ცხონება ზუსტად ასეაო. ვიღაცასო ღმერთთან ერთად ყოფნა რო უნდაო, ანუ ცხონება რო უნდაო, ყველაფერს გააკეთებსო იმისათვის, რომ ღმერთთან ახლოს იყოსო, მოიძიებსო, გამოიძიებსო, ცნებებში იასრულებსო, მართლაც დაიცავს აღსარება სიტყვის ეზიარება, თავს განიწმინდავს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იღვაწოს და ღმერთთან იყოსო. სწორედაც ასე ხდებაო, ვისაც ცხონება უნდაო, ის ცხონდებაო. აბა როგორ წერიაო სახარებაშიო, ვინც ეძებსო, ის პოულობსო. ვინც ითხოვსო, მიეცემაო, ვინც აკაკუნებსო, იმას გაერებაო. წარმოგიდგენია თქვენ აი როგორ არის. ამიტომ დღეს ნამდვილად ეხმიანება ეს წმინდა მამის სიტყვები ზუსტადაც იმას, რომ დღეს აი მიცვალებულთა მსახურება ჩავატარეთ, დიდი პანაშვიდი გადავიხადეთ, განსაკუთრებულად აი დიდი პანაშვიდი, ვინც გულდასმით მოისმინეთ, როგორი ლამაზი სიტყვები არის, როგორ არის უფლისადმი თხოვნა, განდიდება უფლისა, უფლის მოწყალების თხოვნა როგორ არის. ის რომ ადამიანებს, მიცვალებულებს, ვინც წასული არიან ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაზე, რომ შეუნდოს უფალმა აპატიოს და დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ. სიტყვა მართალი განისვენებენ, რას ნიშნავს? ანუ ადამიანი უნდა გამართლდეს ღმერთის წინაშე და ის განისვენებს ღმერთთან. ანუ განსვენება რა არის? ადგილი, სადაც ადამიანები არ იტანჯებიან. ჩვენ ამ ქვეყანაზე ასე სულ ვფიქრობთ, რომ აი რა არის ჩვენი ცხოვრება, სულ ვიტანჯებით, კივა, ყურია, იქ ცოდვები გვაქვს, იქ არასრულყოფილება არის, ისე ვერ ვფიქრობთ, ისე ვერ ვაზროვნებთ, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვაკეთებ, მიუხედავად სურვილისა და ასე შემდეგ. როგორ არის ეს მდგომარეობა, ხო წარმოდგენილი? ამიტომ ეკლესია, ვინც არ იცის, ახლა იმათვისაც ვიმეორებ, ჩვენ შეიძლება ვიცით, ახლა ვინც გავართ, მაგრამ ვიღაცა ხო მისმენს ამ გადაგებას და ვინც არ იცის, ეკლესია მით უმეტეს დიდ მარხვაში აწესებს აი 40-დიანი მოსახსენებელი, ჩვენ ყველა მალდექით დავწერეთ და ყოველდღე იქნება პანაშვიდი ჩვენ ტაძარში 12 საათი და ყველა ტაძარში ასე აღესრულება. იმ მიცვალებულისათვის, ვინც შემოაგზავნის აი 40-დიან მოსახსენებლად, ყოველდღე იქნება, ვიდრე აღდგომამდე, ანუ ბოლო კვირამდე. ნების კვირამდე იხსენება ადამიანები. შემდეგ ეკლესია აგრეთვე აწესებს მიცვალებულთა მსახურებას, როგორც წირვას, აი მაგალითად ახლა წირვა შედგება ორი ნაწილისაგან, ლოცვისაგან და უშუალოდ კიდევ ლიტურგიისაგან, წირვისაგან. და ლოცვის ტიპიკონი მიცვალებულთა მსახურებისათვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ლოცვაზე თუ ჩვეულებრივ სადაგი დღის ლოცვაზე არ ითქმება მიცვალებულთა კვერექსები, აი მიცვალებულთა ლოცვაზე მსახურებაზე აუცილებლად ითქმება 3 კვერექსი მიცვალებულების, სადაც აუცილებლად მოიხსენება ის ადამიანები, ვინც რა თქმა უნდა თუ მოგვაწვით მოსახსენებლებს, დიქაროსნები მოიხსენებენ აუცილებლად. თუ ამას მოგვაწვით და აუცილებლად ასე არის. დღესაც რა თქმა უნდა მიცვალებულთა სახარება წაიკითხა, ხო განსაკუთრებულად გამორჩეულია როგორც წავიკითხავთ. შემდეგ დიდი პანაშვიდი გადავიხადეთ. ჩვეულებრივ წესში მცირე პანაშვიდი იხდება ხოლმე, მაგრამ ეკლესია გვიწერებს დიდ პანაშვიდს და უამრავი ადამიანი მოგვიცემს და ღმერთმა
ღმერთმა აცხოვნოს ჩვენი მიცვალებულო, ღმერთმა შეუნდოს და ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევცვალოთ მათთვის ის რეალობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ღმერთმა ქნას ყველა სამოთხეში იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ყველა ადამიანი არის თუ არა ღმერთთან. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ, როგორ განაწესებს ქრისტიანი ადამიანისათვის უფალი ეკლესია, როგორ განაწესებს მიცვალებულთა მსახურებას. დიდი საღამოს ლოცვებში მოგვიხსენებს. აგრეთვე არის ფსალმუნებში მოხსენება, ვინც ახალი გარდაცვალებული, აგრეთვე არსებობს პანაშვიდები, არსებობს შეკვეთილი წირვები, რომელ შეკვეთილი წირვასაც, რა თქმა უნდა, როდესაც დამთავრდება დიდი მარხვა, აი შემდეგ უკვე ჩვენ ვიცით, რომ მრევლში წესად გვაქვს, რომ თვეში ერთხელ აუცილებლად ვაკეთებთ მიცვალებულთა მსახურებას. ჩვენი მიცვალებულისაც ახალი იქნება თუ ზოგადად მიცვალებულისათვის და აუცილებელი არის. ეს მოკლედ ის მიმოხილვა, რაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი მიცვალებულისათვის, როგორც სახლში, ისევე ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, არ დაგვავიცნდეს კიდე მეორე მდგომარეობა, ის რომ ჩვენს როდისღაც გარდავიცლებით, როდისღაც ახლა ძალიან ცოტა შორი ნათქვამი არის, სადღაც როდისღაც სადღაც შორს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ასეა შორს არის ჩვენი გარდაცვალება. დამერწმუნეთ. მე ვამბობ ხოლმე და სულ ახსენებ ჩემ თავს. ერთ-ერთი წმინდანი იყო, რომელიც წმინდანი იყო, აღარ მახსოვს. სასახლე რო შეუკვეთა და ანუ ეპისკოპოსი და შეუკვეთა და ეუბნება, რომ ხელოსნებს უთხრა, რომ შემოდითო ყოველ კვირასო წირვაზეო, არ დაასრულო ჩემი სასახლეო და მითხარითო წირვაზეო, რომ მეუფე თქვენი სასახლე ცოტა ხანში დასრულდება. ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანმა აი ეს გვაწლიდო თავის თავს, რომ მუდმივად შეეხსენებინათ, რომ გარდაცვალება, რომ ადამიანი გარდაიცვალება. გარდაცვალება მორწმუნე ადამიანისათვის საშინელებას სულ არ გახლავთ. იმიტომ რომ ეს ნიშნავს ღმერთთან შეხვედრას. აბა ვინც გიყვართ იმასთან შეხვედრა, ხო ბედნიერება? გარდაცვალება კი არა თვითონ პროცესი მტკივნეული, არამედ ადამიანი თუ არ ემზადება ისე და არ არის მზად იმასთან, ვინც უყვარს შესახვედრად და გული ატკინა აქ და მივიდა მოუმზადებელი, რა თქმა უნდა ეს შეხვედრა მტკივნეული იქნება. და ამიტომ რომ ადამიანი მუდმივად ვინც უყვარს ემზადება, მაგალითად რომ ვიყვარს ვიღაცა და სტუმრად უნდა მივიდეთ, წარმოიდგინეთ ახლა ღმერთთან შეხვედრას, რას ვაკეთებთ, ვემზადებით, ვიცმევთ ლამაზად, მოვწესრიგდებით, საჩუქარს ვიყიდით, ანუ ოჯახში რა გვინდა რომ წავუღოთ ყველაფერი, გავამზადებთ, ანუ ჩვენ სიყვარულს გავამზადებთ, ასე ვთქვათ, რაღაცა სახით, მივდივართ და მივართმევთ ხოლმე ამ ადამიანს და გამოვხატავთ ჩვენ სიყვარულს. ზუსტად ასე არის გარდაცვალებაც. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვაგროვებთ მადლს, სიყვარულს, მოღვაწეობას, ადამიანების შეწევნას, ყველაფერს იკეთეს და მივარ და ვეუბნებთ, აი ღმერთო, მე ისე მიყვარხარო, თუ სადმე ვინმე იქნებოდა ჩემს გარშემო, შენი სიყვარულის გამო ყველა შევეწეოდე, იმიტომ რომ მიყვარს ეს ადამიანები. ადამიანს საქმე კი არ აცხოვრებს, თუმცა საქმე გამოხატული არის ღმერთის სიყვარულისა, მაგრამ ადამიანს აცხოვრებს ღმერთის მოწყალება. ანუ იცით რა აცხოვრებს ადამიანს, როცა ადამიანი მუდმივად ცდილობს, რომ მიემსგავსოს შემოქმედს, ანუ მამას მიემსგავსოს, მისნაირი იყოს, მისი სიყვარული გამოხატოს, დაუძახოს, გინდაც შეწევნა რჭირდება, თორე ჩვენ აბა მითხარით ახლა სრულყოფილად ვინ გადაქცეულა, არამედ ღმერთის მოწყალების გარეშე. თავარი არის, რომ ადამიანი ეცადოს, რომ ისწავლოს სიყვარული. ეს არის ჩვენი ცხოვრება და იმათთვის ვინც სასრულები არიან, ჩვენი სიყვარული უნდა შევაწიოთ და ჩვენ კიდევ როდისღაც ხო ვიქნებით გარდაცვალებულები და ჩვენ რა გონია ახლა რომ ჩვენ რო გარდავიცვლებით, ქვეყანა აღარ იარსებებს. მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, როდესაც მეორედ მოსვლა იქნება და თუ ღმერთ შევეგებებით ასე ცოცხლები და ადამიანები მერე ისევ უკტავისხეული შეეძინება. მხოლოდ ერთი მოდგმა არის, აი ესე ვთქვათ, თაობა არის, რომელიც იხილავს, ანუ ცოცხალი შეხვდება ღმერთს. იმიტომ რომ საყოველთაო აღდგომა უნდა იყოს. ამაზე ცლად ალბათ მე მოგახსენებ და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ რო გარდავიცვლებით, რა ქვეყანა ისევ იარსებებს, ისევ გაგრძელდება მხიარულება, ბედნიერება, დაიბადებიან ბავშვები ჩვენ რო წავათ იმ ქვეყანაზე. ანუ ზუსტად აი ახლა ჩვენ ვისაც ვინცენებთ 50 წლის მერე, ზოგიერთი პატარები ხართ 70 წლის მერე, ხო? 80 წლის მერე. აქ არც ერთი არ ვიქნებით ჩვენ. არც ერთი, არ დიდია პატარია. არც ერთი არ ვიქნებით. და სხვები იქნებიან ამ ტაძარში. არც მრევლი იქნება და არც მრევლი იქნება, ვინ ჩვენა ვართ. ამიტომ ის მოკლე დრო, რომელიც ჩვენ ერთად ავართ,
სიყვარულით უნდა გავატაროთ და რა უნდა დაუკვდავთ იცით აი ჩვენ წინაპრებს აბა დაუკვირდით როგორ არის საქართველოში ეს ყველაფერი ამაზად იყო დალაგებული რასაკეთებდნენ აშენებდნენ ისე ტაძრებს ისე მოღვაწეობდნენ რომ ეს გზა დაფენილი ყოფილიყო მომავალი თაობებისათვის რომ იქ უნდა დაებიჯებინათ ფეხი ხო ჩვენ შვილებს რატო უმზადებთ ხოლმე სახლს რომ უშენებთ ხოლმე შვილებს და ქართველებს როგორ აქვს სახლს უშენებთ ყველაფერს უყურებს რატო იცით იმიტომ რომ მას არ გაუჭირდეს შემდეგი მისი ცხოვრება რომ იმიტომ რომ იმაზე კი არ იფიქროს რომ სახლი ააშენოს იმაზე იფიქროს სიკეთე როგორ გააკეთოს მატერიალურს უგვარებთ ხოლმე რომ გვინდა რომ აი შვილმა არ დახარჯოს ცხოვრება იმიტომ რომ სიყვარულზე გამოხატულება აკეთავდა გვინდა ააშენო ავაშენოთ გაუკეთოთ რომ აი შვილო აი ყველაფერი მოგეცი და წადი ახლა შენ და ნუ დამყოლდები ამ ქვეყნიურად როგორ იჩოო საჭმელი არამედ წადი და ღმერთს გამოადექი წადი და სიკეთე აკეთე შეიცნარი ადამიანი მოიყვანე სახლში გინაც უპატრონო დააძინე დააყურე დაბანე ჩააცვი და ისე გავუშვი და ასე შემდეგ აი სწორედაც ჩვენი ცხოვრება შორს არ არის ეს ყველაფერი და შესაძლებელია აქედან იქით ვერ ვიყურებით და ჩვენ სულიერ თვალი არ გვაქვს თუმცა არსებობენ ადამიანები ვისაც ეს სულიერ თვალები აქვს მაგრამ იქიდან იყურებიან აქ იქიდან უფალი ხედავს წმინდა სამება ხედავს ღვთისმშობელი ხედავს წმინდანები არ ვიცით შეიძლება მიცვალებულებიც ხედავენ არ ვიცით ზუსტად ახლა ეს სწავლება ყველაფერი როგორ არის მაგრამ შესაძლებელია ასეც ხდება თუმცა ადამიანი რომელიც ახალ გარდაცვალებული არის მრავალი ფაქტი არსებობს რომ ადამიანი რაღაცა პერიოდი ხო რჩება დედამიწაზე ის უყურებს ხედავს ჩვენ როგორ ლოცულობთ როგორ ნერვიულობთ როგორ პირი ვარ როგორ განმისტით ან გინდაც როგორ უზრუნავთ როგორ კითხულობთ საგნებს როგორ აკეთებთ პანაშვიდებს როგორ გავიღებთ მის სახელზე მოწყალებას და ასე შემდეგ მართალია ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენ მიცვალებულებს მაგრამ სიყვარული მიდის რომელიც სიყვარულსაც გამოხატავს ღმერთმა აცხობს ის ადამიანები ვინც მოიწენენ დღეს ყველა მართლმადიდებლობით შესვენებულ და ღმერთმა ჩვენ სულ ყველას შეგვაძლებინოს ღირსეულად ვიცხოვროთ იმისათვის რომ აქედან იმათ შევეწეოდეთ და ჩვენ სულებსაც ვაცხოვრებდეთ შემდეგ როცა საჭიროა იქნება ეს რომ გაგლოცოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ და გაგაგოთ